ნამცხვარი ნაპოლეონის სწრაფი და ძალიან გემრიელი ვერსია. ყინულიანი წყალი მოვათასოთ თავში, დავამატოთ მარილი, ძმარი, ერთი კვერცხი, კარგად გავთქვიფოთ და გადავდოთ გვერდზე. ფქვილში ამოსვაროთ გაციებული კარაქი, კარგად გავაფხვიეროთ ხელით და დავამატოთ წინასწარ მომზადებული წყლიანი მასა. მოვზილოთ ცომი, როგორც კი ბურთად შეიკვრება, გავყოთ 7 ნაწილად და მოვათავსოთ მაცივარში 1 საათით. მოვამზადოთ კრემი, შაქრის ნაწილი დავუმატოთ რძეს და მივიყვანოთ ადუღებამდე, ნაწილი კი გავთქვიფოთ კვერცხთან ერთად, რომელსაც შემდეგ დავამატებთ სახამებელსა და ფქვილს და მერე უკვე ადუღებამდე მივყვანილ რძეს ნაწილ-ნაწილ. კრემი მივიყვანოთ გასხელებამდე და დუღილებამდე, გადმოვდგათ, გავაგრილოთ და შევაზილოთ კარაქი და დავდოთ საბოლოოდ გასაგრილებლად. ამასობაში გავაბრტყელოთ ცომი პირდაპირ საცხობ ქაღალდზე, ამოვჭრათ რკალით, დავჩხლიტოთ ჩანგლით და გამოვაცხოთ 10-12 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი ავაწყოთ ნამცხვარი, უკვე ყველაფენაზე წავუსვათ კრემი. გარედან კი მოვაყაროთ ნაფხვენები, რომელიც მოგვრჩა ცხობისას. მეტი დეტალისთვის ძალიან გთხოვთ წაიკითხოთ აღწერილობა. ამზადებული ტორტი დავაყოვნოთ მაცივარში 8 ან 10 საათი, შემდეგ კი მივირთვათ გემრიელად. მეტი რეცეპტებისთვის გამომყევი Instagram-ზე თუ Facebook-ზე.